რომელი ხარ? ხუტა ვარ. ხუტა, ოდიშელიძე. ხუტა? ხო. ციხე. ციხე, ციხე. 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 გელა ბარკალაია. ციხე. ზონა. ყველას მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი, ესე იგი კომენტირებას რომელ ვიდეოზეც ვახდენ ეხლა. ეს ადრე მოხდა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მომივიდა ეხლა აზრი, რომ ეს დავაკავშირეთ სიტყვები ციხე და ისიც ხო იძახის და შევაერთე უბრალოდ და სათქმელს უფრო შევსებულად ვიტყვი რა. ესე იგი პირველად რომ ნახე ეს ვიდეო, ვიფიქრე, რომ ეხლა ეს ადამიანი რომელიმე მანქანას აჩუქებს მეთქი ფეხბურთელს რა, ამ გიორგი მიქაუტაძეს და ქუჩა ყვარაცხელიას, მაგრამ ეხლა ვიფიქრე, რომ ფეხბურთი რახან გუნდური თამაშია. იმიტომ რომ ამ ბიჭებმა მართალია გოლი გაიტანეს, მაგრამ მათ უკან გუნდი დგას, ხო? კარგი მეკარე მაგალითად თავდასხმელი იქ ნახევარმცველი მცველი, ვინც პასი უნდა გააკეთოს. ეხლა ამის სტრატეგიებს არ მოყვები, ნახდად არ ვიცი, ფეხბურთთან ერთადერთი ახლო შეხება მქონდა, რომ მეკარე ვიყავი ხოლმე, ოღონდ პროფესიონალი არა. ქუჩაში რა, ესე რომ თამაშობდით ხოლმე და Sony 1 და Sony 2. всё, მეტი არავით არის და იქ რაღაც 4-3-3 და რაღაცეები, 2-2, 1-1 და რაღაცეები, აი ესენი მახსოვდა რა. ხო და აი ხა ეს ვიფიქრე, რომ მეთქი ახლა გუნდს თლიანად გაუკეთებს საჩუქარს, რომ აი ნებისმიერ მანქანაზე, თქვათ რომელზეც მოხვალ, თქვათ რაღაც 30%-იან ფასდაკლებას გაძლევთ. ან აი თქვენი სახელი, თქვენი ახლობელი ვინც მოვა, აგერ აქცია გვაქვს ბატონო. თუ გინდა ფანები მოვიდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, მანქანები ხო გაიყიდება რა, ვისაც თქვათ საშუალება აქვს რა. და აი ესეთი რაღაცა ვიფიქრე რა, რომ აი ბიჭებს რაღაც ან მაგალითად რაღაც სუფრას გაუშლი და მაგარს ან რაღაცა ეგეთი. აი ესეთი რაღაცა ვიფიქრე, მაგრამ აი ეს ნარდის ჩუქება შეძლებული ადამიანი არის რა, ვიცი, ფანტაზიაც ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩემზე უფრო მდიდარი ექნება იმ კუთხით, რომ ეხლა მოგზაურობს ადამიანი ბიზნესმენებთან შეხვედრა აქვს, იქ რაღაც თავის მეგრულ სილამაზეს ჩართავს, ჭკუას რაღაცა იქით-აქით, ხო და მე ვფიქრობ, რომ ჩემზე უფრო და კიდე ბევრზე უფრო, თქვათ, განვითარებული ფანტაზია ექნება ამ ადამიანს რა და ეხლა მაგ ბიჭებს ნარდის გორება და კარტის თამაში რომ იმის რა კამათლების ყრა და ის რომ დომოდათ კარტის თამაში. ფეხბურთს მე მგონი არ ითამაშებდნენ რა, ბირჟაზე იქნებოდნენ მაგალითად 24 საათი და იქ ითამაშებდნენ და რაღაც თქვათ იმას დაამუღამებდნენ რა, თქვათ შაში ჩარი როგორ უნდა ითამაშონ, ან მაგალითად ხო რა, შაში ჩარი რამახ საშიშარი რა, როგორც მაგალითად ტოპე იტყოდა რა. ხო და რა ვიცი, გამიკვირდა რომ ამ კაცს რაში დაჭირდა საერთოდ ამ იმის რა ქვია, ნარდის ჩუქება. ან საინტერესოა წაიღეს ნეტა ეს ნარდი? ხო, ან რაღაცა კიდე ციხის მიმართულები, რა შუაშია ფეხბურთი და ციხე. ანუ აი რა შუაში არის უბრალოდ ვერ ხვდები რა და ამიტომ ვაკომენტარებ ამ ვიდეოს, რომ რავი, შემდეგმა ბიზნესმენებმა გაითვალისწინეთ რა, რომ ნარდი არ აჩუქოთ ეხა იმას სპორტსმენს, რომელიც ხო, ანუ ნარდის თამაშით რომ ანუ არ მგონია რომ ეხა ხვიჩა ყვარაცხელიამ თავისუფალი დრო, თქვათ ან გიორგი მიქაუტაძემ იმაში რა ქვია, ნარდი ან იაპონური ჯოკერი ითამაშოს. ახლა ნახდად არ მგონია. თავისუფალ დროს მე ვფიქრობ უფრო საინტერესოდ და სხვა რაღაც ისეთ რაღაცას გააკეთებენ, ვიდრე თქვათ იმის ნარდის და იმის ქვების ჭახაჩუხი რა. კარგ დღეს გისურვებთ. ხო და ნარდის თამაში და კარტის თამაში ჯობია წიგნი წაიკითხოთ რა. აბა კარგ დღეს გისურვებთ ყველას.